ქართველებს გაგვიმარჯოს ღმერთმა, ასევე ფრანგებს და საერთოდ სოფლიოში იყოს მართლა მშვიდობა და ბედნიერად ეცხოვროს ყველა ადამიანს. ამ დედამიწაზე, რომელი დედამიწაც ჩვენ ღმერთმა გვაჩუქა, 64 გვაქვს აქ ჩვენ. თუ მოუვლით ამას და თუ ვიზრუნებთ ამაზე, არ იქნება ჯოჯოხეთი და გადარჩება ჩვენი დედამიწა. ჯერ თუ დედამიწისთვის არ ვზრუნავთ, მაშინ ესე იგი ჩვენ ღმერთსაც არ ვცემთ პატივს, იმიტომ რომ ეს ღმერთმა გვიბოძა ჩვენ, რომ ვიცხოვროთ და მოუვაროთ აი ამ სამყაროს, სადაც ცხოვრობთ და რაზეც ფეხი გვიდგას და სადაც სული გვიდგას და სხეული მოძრაობს. ამ სხეულმა ხონდა აკეთოს ღვთის საჩუქრისთვის ღირებული და ღირსეული რამეები, ხო? და სწორედ მეეზოვე სამსახური არის ერთ-ერთი ის, რაც ახარებს ღმერთს და რაც ახარებს ჩვენ დედამიწას. მე ახლა შევეხები ასევე ქართველი მეეზოების მუშაობას. დავსვი კითხვა, თუ როგორ იცმევთ წელიწადში რამდენჯერ გეცვლებათ ფეხსაცმელი თქო და ინტრიგანიო და უკაცრავად თქვენთან და ზოგმა ესაო ბოზობას ასწავლიო. რას ნიშნავს ბიჭო ბოზობა? ადამიანმა თუ დაწერა კი დაგერ, აი მე მაგალითად მუშაობ საფრანგეთში, მეეზოვე მქვია, ხო, დასუფთავების სამსახურში მუშაობ და ვიკითხე აქედან. აქ რომ ხედავ და ვგრძნობ თუ რამხელა პატივისცემა და დაფასება და როგორი ღირსეული ადამიანები არიან ისინი, ვინც მუშაობენ აი ამ სამსახურში, აი ეს რომ ვიგრძენი და ამას რომ ვგრძნობ, ამიტომაც გული მტკივა უფრო მეტად ჩვენ მეეზოვეებზე. ნახეთ რა, ხალხს კომენტარი ვერ დაუწერია კი ძმაო, ასე ან ისე ან რა არის ხალხო, ასე დაშინება, ასე უკაცრავად და ესა რაღაცა დაჩმორებული შეხედულება, რომ აი ხალხმა თუ რამე თქვა და ან რა არის, აი საერთოდ ვერ პოულობს სიტყვებს თუ რა უწოდო იმ ადამიანებს, ვინც მე მაკადრებს, რომ თურმე მე ბოზობისკენ უბიძგებ ადამიანებს და თურმე მე ინტრიგანი ყოფილა და ჭორაობა არის ეს ხალხო. მე გაჩვენებთ ახლა თქვენ საფრანგეთში და ჩემთვის, კონკრეტულად ჩემთვის, როგორი ღირებულია ეს მეეზოვე სამსახური და რამხელა მნიშვნელოვანია ეს სამყაროსთვის, ხალხისთვის, გარემოსთვის, ქალაქისთვის, ბავშვებისთვის, ჰაერისთვის. ეს არის ხალხო ძალიან დასაფასებელი სამსახური. აი ძალიან საპატივცემულო ხალხია ისინი, ვინც ამ სამსახურს ვინც ამ სამუშაოთი არის დაკავებული. ასე რომ ეხლა მოდი დავიწყოთ, ძალიან დიდი ვიდეოც არ მინდა გამომივიდეს. ესე იგი, ნახეთ. ესე იგი, ეხლა რა ხდება? ეს არის, აი, ეგრეთ წოდებული